ჯერ მედია ამას ვერ ამბობდა. მე რაღაცნაირად მოხერხდა ამისი ჩვენება და მედია ყველას ელაპარაკე მთელ არა რაღაცა უბანს რაღაცა ნაცილს თქო უნდა ყველას აბარაკა ამის ყველგან ვისთან მივიდნენ მე ვინც მელაპარაკა ის მე მეთქოს რომ ჩვენთან იყო იმასულია ეხლა რაშეთ ჩვენ ბლუს მოხდა ეს კადრები იმაში ეთერში და ამ ეთერით კი ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმ შესახებ რომ ხელისუფლება სულად იქცევა მაგრამ ამ კადრებმა მოიტანა სხვა ეფექტიც მოიტანა ის ადამიანები დროს არიან მზად მათთვის წამგებიან გარიგებაზე წავიდნენ იმიტომ რომ არის საფრთხე კიდევ უარესი შეიძლება მოყოს ამას ყველაფერს ხო აი მთელ ამ მედია პროცესს და ეს არის ის მაგალითიც და კიდევ ბევრი სხვა სადაც ხელისუფლება სულად იქცევა ხო ну გაგვიკვირდება რომ შედეგი შეიძლება მოყვეს რომ ხელისუფლება სწორად იქცევა მის წინააღმდეგ რაიმე საშუალება არ არსებობს ამ ცუდად მოქცევისა და ამიტომ დაყოლება ჯობია და საბჭოთა საზოგადოება 70 წლის განმავლობაში მაგიტო ცხოვრობდა ну დაგვიწყდება რომ 70 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ტერიტორია ცხოვრობდა ძალიან დიდი რაოდენობა ხალხისა მაგრამ ლოგიკით და რუსეთს რა გადაიწყდა თვითონ დაშლა კიდე რამდენი ხანი ვიცხოვრებლის კაცთან არის. მე ამჯერა რომ საქართველოში საბჭოთა მინი მოდელი შეიძლება გაკეთდეს. ამჯერა მაგისი ის იყო დიდი იმპერია, დიდი მანქანით, რეპრესიული აპარატი, დახრეთი სვადრო იყო რაღაცა. ეხლა ვერავინ შეიძლება საქართველოში პატარა ქვეყნების მოდელებიც არსებობს. ისე არა, ალბანეთი რაღაცა ევროკავშირის წევრია და ნატოს წევრია. ამ რეგიონს არა მე სხვანაირად მე უფრო ვფიქრობ რომ იქნება ბრძოლა სადღაც შეიძლება პატარა მოგება იყოს აი ასეთი ავტორიტარული მმართველობის რომელიღაც ლოკალური მეში მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქვეყანა აი ესეთი ხო არის ხა სხვანაირ შეხედულებები მე ვფიქრობ რომ საქართველოს მისი ხალხიდან გამომდინარე მიხედავთ ბევრი რაღაც მინუსისა იმი წასულისა საბჭოთა რეალობას ხო ის ქართული ხალხი ძმე შეეგუა ხო ალბათ საბჭოთა აღუჟეს ლაშა ფინგაჟუეს ლაშა მაშინ არ იყო მედიის ისეთი შესაძლებლობები როგორიც არის დღეს და პრაქტიკულად მაშინ ადამიანი დაიხურებოდა ანუ ის ალბათ დამნაშავე იყო ან კანაც იყო ხო მეზობელმა იცოდა ჯერეთი და მე რასამობდნენ რომ ის ალბათ რაღაცაში იყო გადავი სტალინი ხო აქ დაყოლდა რა მითოლოგიზირებული საზოგადოება იყო და ეს არ ცდებოდა არ ცელდებოდა ეს ინფორმაცია დღევანდელი ეფექტი დღევანდელი ეთიკათისთვის რაღაცა იქ ყურბე ხალხის დაჭერა უფრო მწვავედ გამოიყურება ვიდრე მაშინ შეიძლება დახვეთა შესაძლებელია ამის საკამოდ შეიძლება ამის რესურსი შიდა პოლიტიკური ბევრი სადავი ამის გათვალისწინებით საშიში ძალიან საშიში რესურსი არის რაც უფრო სუსტი იქნება ოპოზიცია რაც უფრო სუსტი იქნება საზოგადოება მით უფრო კარგი ნიადაგი იქნება არა მე ვამბობ რომ იმის რესურსი ის კი არის ბოდიში რა სუსტი ოპოზიცია და საზოგადოება მე პირიქით ვამბობ რომ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით ის რომ ეხლა საქართველოში ვიღაცას მიეცეს საშუალება და ხა 37 წელი მოაწყოს და გაწყვეტოს მთელი ქართულელი და ხა მე ყველაფერი შეიძლება დაუშვა მაგრამ მასეთ პერსპექტივას გაწყვეტოს ნამდვილად არც ესენი არ აპირებენ ანუ ინფორმების შემოტანას მაგრამ ისტორიულად ჩვენ მარტერი რომელსაც ძალიან დიდი ხანი საუკუნეებით გვიწევდა რაღაცა სხვისი მმართველობის ქვეშ ყოფნა. ანუ იძულებას შეჩრულიერი ვართ. გამწარებული ვიბრძოდით, მაგრამ როგორც კი შემამჩნევდით, რომ ბრძოლა არც კარგავდა, ჩალმასაც ეხურავდა ქართველი გადაჩენის ინსტინქტი შეიძლება ადგილობრივების ყველაზე მეტი საქართველოში ედოჯიბეში პროცენტულად და ამ შემდეგ ანუ ადაპტაცია და დახიეს შემდეგ მაგრამ ესე იგი ყველა ცვლილებაზე იძლევა რეაქციას ეს არ ნიშნავს რომ რეალურად კომუნიზმი ესიზღვრებოდა ქართულ დღამე მაგრამ არც იმას ნიშნავს რომ იბრძოდა მე ხა ამას შეგნებულად ვაკეთებ აი ამ რეპლიკას რატო ეს ცნობიერება ჩვენში თუ არ შეიცვალა
ჩვენ შეიძლება ძალიან მეორე ტაიმის თამაში, ნუ. ქართულ ფეხბურთელს უჭირს მეორე ტაიმის თამაში, რატო? უკვე შეეგუება, თუ იმარჯვებს პასიური ხდება, თუ მარცხ ხდება პირველ ტაიმში, მაშინ მეც უფრო პასიური ხდება, ხო? აი ესე ხანმოკლე დროით აფეთქება გვჩვევია, მაგრამ ხანგრძლივი დროით ბრძოლა არა. და ეს იმ კონცეფციის ვითაც შენ უყურებ და ამ შემთხვევაში სურვილი ზონაზე გეთანხმები. არა, მე სხვა მე ვამბობდი რომ ყველია თუ კი არის ბრძოლა ბოლომდე. არა, მე მას ვამბობ, რომ ქართველი გერმანელი ვიცარი და მე მას ვამბობ, რომ ძნელად წარმოუდგენია საბჭოთა კავშირი დაუშვათ საქართველოს საზოგადოებას. ამიტომ წავედი საბჭოთა კავშირი და დისკუსია პოლიტიკაზე მიდის, მაგრამ საქართველოში წავედი ჩვენს ის პრობლემები გვაქვს ფაქტია, მაგრამ მე ვამბობ, რომ პრობლემები გვაქვს. არა, გვაქვს, ბევრი პრობლემა გვაქვს, მენტალურის გვაქვს და ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც გვაქვს, მაგრამ გასაგებია, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, აქ რომ ვინმე მოახერხოს ეგეთი რამის გაკეთება. აი, რა რესურსია მაშინ ლაშა იმისათვის, რა შესაძლებლობები არის იმისათვის, რომ დემოკრატიის ახალი ტალღა კი არ მოხდეს, სევიდან არ მოდის ეს დემოკრატია, ქვევიდან რომ დაუშვათ დემოკრატია იმარჯვოს, ასე ვთქვათ, და ქვემოდან აიძულოს ხელისუფლება, რომ წავიდეს დემოკრატიულ ნაბიჯებზე. ხელისუფლებას რომ არ აქვს სრული დემოკრატიული ცვლილებებისა, ეს აშკარაა ჩანს. ამის ახლა ყველა შეიძლება და ბუნებრივიც არის, იმ ფაქტოლოგიური მასალები, რაც არსებობს და რაც დაბრუნდა უკვე და ვიცით. როგორ აი შენოპტიმიზმი რა შეფუძნება? შენოპტიმიზმი პირველ რიგში ეფუძნება ხალხს. რომელმაც გაიგო, ასე თუ ისე, თავისუფლების გემო, რომელმაც გაიგო თუ რას ნიშნავს კონდეს საკუთრება, ან გაიგო იმის სიმწარე, რომ გააქვს და გაწარდა. თავისუფლების გემო გაიგო ახლა თუ იმის გემო გაიგო, რომ აი თუ მათვახის გემო უფრო და მაგას ვამბობდი, რომ იმის გემოც გაიგო ნაწილმა, რომ რას ნიშნავს ეს და ზოგმა იმის სიმწარეც, რომ როგორ რაც უდევსა გათმევენ ამ თავისუფლებას. ამიტომ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ძნელად, მაგრამ მაინც ვიმოზრავებთ განვითარებისკენ და არა დახურვისკენ. თუმცა შეიძლება გარკვეული ლოკალურ სიტუაციებში გამარჯვებები გაჭირდეს და ვერ მიიღო, ხო, სწრაფი გამარჯვება, ხა რასაც უყურებთ, ხო, მეთხოვნები იყო, მაგრამ არ გამოვიდა, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ გამოვა რა. რაღაცა დროის მერე რაღაცა გამოვა, აუცილებლად თუ იქნები თანამემდევრული. სხვა შორის მე რო ვაკვირდები, ეს მაინც სხვა არიან ძალიან პესიმისტები, მაგრამ ჩვენ მეგობრებო, სამბობე რომ ახლა არაფერი ღირებულებითი არ არის ის მოძრაობა, რაც არის, ეს არის დაკავშირებული სიძულვილთან, იმიტომ ვიღაცები არ უყვარდა, ამიტომ არიან ქუჩაში ვარენ გამოსულები. ახლა მე არ მჯერა, მე სხვანაირად უყურებ. რა თქმა უნდა, ეგეთი არგუმენტიც არსებობს და არიან ისეთები, რომელსაც სიძულვილის გამო უწევთ ქუჩაში სიარული, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი დიდი ნაწილი ხა მე ვისაც უყურებ და რა ლოზუნგიც მესმის და რაც უნდათ, მაინც არის მიმართული იქითკენ რაღაცა შეცვალონ უკეთესობისკენ. ანუ ლოზუნგების დონეზე ხალხმა ისწავლა რა არის. უფრო მეტად ის ახლა მე მახსოვს 90-იან წლებში ჩართული ვიყავ სამ პროცესებში, როგორ მსჯელობდნენ პოლიტიკაზე და რამდენად აცდენილი იყო მათი შეფასებები რეალობასთან და დღეს აბსოლუტურად ისე ჰაერში ვიყავით რა. მაგრამ დღეს უკვე ადამიანები რეალისტები არიან. ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად და ბევრად მეტად რეალისტები არიან, ვიდრე იყვნენ დიდი ხნის წინ. მათ იციან რას ნიშნავს კანონი